თუ ადამიანი თანმიმდევრულია კეთილისა და ბოროტის გარჩევაში, სინდისიერად ოღონდ. არა ისე სათავისოთ, ეხლა მე მშია და კეთილია ის, რომ მე საჭმელი შევჭამე. ეგ არის კეთილი, სხვა არაფერი სიკეთე არ არსებობს. გესმით, თუ ასე მარტივად, ასე ლუარსაბ თათქარიძესეულად არ ფიქრობს ადამიანი, არამედ სინდისიერად ადამიანური ღირსების შესაბამისად ცდილობს კეთილისა და ბოროტების გარჩევას, მაშინ დიახაც ადამიანი აუცილებლად ნელ-ნელა მივა იმის შეგრძნება, იმის შემეცნებამდე, გული გაუხდება ისეთი და მე ღმერთი რა თქმა უნდა ასეთ ადამიანს ეხმარება და მისტიკურათას მის გულს შეეხება, რომ ღმერთი არის, იგი ცოცხალია და იგი მოვიდა ადამიანად ჩვენს გადასარჩენად. გესმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს. ამ საფეხურის გამოტოვება ნიშნავს, რომ ადამიანი რელიგიური რომც იყოს და რელიგიურ გზნობებს იკმაყოფილებდეს ეკლესიაში და ამ კულტურის ნაწილიდან გამომდინარე საქართველოს კულტურა რო ქვია, ამბობდეს კი ბატონო ქრისტე ღმერთია, რეალურად ის ქრისტიანი არასოდეს არ იქნება, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი საფეხურია გამოტოვილი კეთილისა და ბოროტის გარჩევის, ანუ სინდისიერად ცხოვრების ყოფიერების ანალიზისა. და ამიტომაც ჩვენ შეიძლება თეორიულად მაინც ხო ვიცით ეს თუ არავინ რომ არ განვიკითხოთ რომ ეკლესიის წევრია, მაგრამ ისეთ რამეს ჩადის, ამას ურწმუნოც არ ჩაიდენდაო და რატო აკეთებს ამას ეს ადამიანი? იმიტომ რომ ეს საფეხური მას გამოტოვილი აქვს. როცა ადამიანს ეს საფეხური გამოტოვილი აქვს და როცა ეს საფეხური გავლილი აქვს და ღმერთი მის გულს ეხება, მასში რწმენა სხვანაირად შემოდის, ჭეშმარიტად, ნამდვილად და პირველი რაც მას უჩდება, ეს არის შიში ღვთისა, დასაბამი სიბრძნისა. შეუძლებელია ადამიანმა გაიაზროს, რომ galaktikების შემოქმედის წინ დგას გაშიშვლებული სულით, პასუხისგებლობით აღსილნი, ამე თუ მას შვილობის ხელმწიფებას ანიჭებს ღვთის განკაცება, პასუხისგებლობით დატვირთული და შიში არ გქონდეს, იმიტომ რომ გესმით, რამხელა თანამდებობა მოგვანიჭა ჩვენ ღმერთმა ღვთის შვილობისა. და რა თქმა უნდა პასუხისგებლობა შესაბამისი იქნება, ამიტომ ადამიანში ჩნდება ღვთის შიში. ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც ეს საფეხურები გამოტოვილია და ადამიანს ჯერ ისიც ვერ გაუკეთებია, რომ კეთილი ბოროტისგან გაარჩიოს ჭეშმარიტად და თავის ეგოიზმზე არ მოირგოს სამყარო, თავის ეგოიზმზე არ მოირგოს ზნეობრივი კანონი, თავის ეგოიზმზე არ მოირგოს სოციუმი, სოციუმში მისი მყოფობა, თავის ეგოიზმზე არ მოირგოს სახარებისეული წესები და კანონები ეკლესიაში, ესეც შესაძლებელია. გესმით, რა საშინელება შეიძლება დაემართოს ადამიანს. და თუ ადამიანს ეს საფეხური არა გავლილი და თავის ეგოიზმზე ირგებს ყველაფერს, რა თქმა უნდა ბუნებრივია მას არ მიეცემა პირველი საფეხური მადლის მიერი რწმენისა, შიში ღვთისა. შიში ღვთისა ეს არის რეალური განცდა ღმერთისა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღმერთი ისეთი დიადია. აი, ვინც ახლა მაგალითად საქართველოს სამხედრო გზისკენ თუ წასულა და დიად მთებს რო ნახავს, ის დიადი მთებიც კი მოქმედებს შენზე, იმხელა დიდია, ვარსკვლავიან სასრო შეხედავ, რაღაცნაირად მოქმედებს შენზე, სიდიადის გამო, ზღვას, ოკეანესო გახედავ, ამ თავის სიდიადის გამო ესეც მოქმედებს. მიუხედავად ის რომ ეს მკვდარია, ცოცხალი არ არის და ცოცხალი ღმერთის განცდა რომ მოდის, რა თქმა უნდა პირველი შემოდის შიში ღვთისა. ოღონდ ეს შიში არის არა დამდგუნველი, არამედ სიდიადიდან გამომდინარე, გესმით? და როცა აი ადამიანს ეს საფეხურები გავლილი არ აქვს და მას შორის შიში ღვთის არის ის რა არის და ღმერთის არ ეშინია, მერე იწყება კატასტროფა. თუ ეს ადამიანი გახდა რელიგიური.